ახლა უკვე დავიწყოთ ნიკა მელიასთან საუბარი, ის არის ახალის თანათავმჯდომარე. ნიკა, დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდით დავიწყოთ ამ მოწოდებებით და გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია დამტკიცდა, სადაც პრინციპში ძალიან სერიოზულ საფრთხეზე არის საუბარი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც რასაკვირველია ყველას გვეხება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან მიმართებაში და ერთად უსმენდით ახლა ამ მოწოდებებს. ხო, ვის და რა გზას ირჩევს საქართველოს ხელისუფლება? მადლობა მოგესალმებით. ივანიშვილის ხელისუფლების ძალიან უგუნურმა ხშირ შემთხვევაში განზრახ-გადადგმულმა ნაბიჯებმა, პოლიტიკურმა ნაბიჯებმა მთელი ქვეყანა და ამ ქვეყნის მოსახლეობა მივიყვანა ამ წერტილამდე, სადაც გაჩნდა სამწუხარო საფრთხე რეალური, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება დიდი ალბათობით შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. და ეს ყველაფერი ბევრისთვის სამწუხაროდ მოულოდნელი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით კეთდებოდა ძალიან ბევრი გამართლებელი განცხადება სხვადასხვა დროს და ერთადერთი ხარ რასაც ქართული ოცნება საუბრობს და თავს ინუგეშებს და ანუგეშებს საკუთარ ამორჩეველს, ვინაიდან საკუთარი ამორჩევლები კი არ პარტიის, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების ვისაც მტკივნეულია, იმის ამოდგენა, რომ კვლავ შეიძლება ქვეყნიდან ვერ გახვიდე ვიზის გარეშე, გასაგები მიზეზების გამო და ინუგეშებენ თითქოს ამ ყველაფერს ჭირდება კონსენსუსი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ამას ჭირდება უბრალოდ უმრავლესობა, რაც სამწუხაროდ რეალისტურია, თუმცა ჩვენ ეს პერსპექტივა პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ნამდვილად არ გვახარებს და არსებობს ერთადერთი გამოსავალი, ეს ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს ამ ხელისუფლების მართლმსაჯულებიდან ჩამოშორებაში. ჩვენ არა მხოლოდ ამ პროცესში უკვე რუსული კანონის გამოწვევისთვის ვიბრძვით დიდიან პატარიანად, არამედ ამ რუსული კანონ პროექტის ინიციატორი ხელისუფლების მართლმსაჯულებიდან ჩამოშორებისთვისაც ვიბრძვით, ვინაიდან სანამ ხელისუფლება არის რუსული, ამ ქვეყნის მომავალი ვერ იქნება ევროპული. სანამ კანონ პროექტები არის რუსული და არა მხოლოდ ერთი, მეორეც მოაყოლეს იცით ხო? ეგრეთ წოდებული ოფშორებთან დაკავშირებული კანონ პროექტი, ამ ქვეყნის პერსპექტივა მომავალი ვერ იქნება ვერანაირად განვითარებაზე ორიენტირებული. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი რჩება და ეს იმათ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ. და ამასთან ერთად ასევე ქართული ოცნება ნუ გაგვიკვირდება მნიშვნელოვანი ნაწილი მათი წარმომადგენლებისა არათუ რუსეთთან შევლენ კოლაბორაციაში და მათთან იქნებიან ალიანსში. ჩრდილოეთ კორეასთანაც კი შევიდოდნენ თანამშრომლობაში ოღონდ ის მოპარული ფული, ის კორუფციული სქემები, რასაც არ ვითარებენ ბოლო 12 წლის განმავლობაში შერჩეთ ერთი და კვლავ განაგრძონ ქვეყნის მოსახლეობის ძარცვა. დიახაც არის ხალხი ქართულ ოცნებაში, ვინც განზრახ მტრობს ქვეყნის ინტერესებს და ეს ხელისუფლება არანაირად არ არის ეროვნული ხელისუფლება, ვინაიდან ხალხის ინტერესის არ გამოხატავს და შეუძლებელია ხალხის ინტერესს არ გამოხატავდეთ თქვენ ხელისუფალი, თქვენ ვინმე გიწოდოთ ეროვნული ხელისუფლება. ხო, ამაზე ზედმეტია საუბარი. მაგრამ გარდა ამისა, მათ უბრალოდ ეშინიათ ის მოპარული მილიონები და ასეთი ბევრი არის ქართულ ოცნებაში არ გამოვიდეს სააშკაროზე. და მათ უწევთ, დიახ, ქართული ოცნების რაღაც ნაწილს თანამდებობის პირებს გულისხმობ. უწევთ მტრობა. მე არ მგონია რომ ისინი სანამ ქართული ოცნების წარმომადგენლები გახდებოდნენ, არ მგონია რომ სანამ ქართული ოცნების მინისტრები გახდებოდნენ, ქართული ოცნების დეპუტატები გახდებოდნენ, რომ ბევრი მათგანი ხა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ. ხო? ანუ მათი ლოგიკით აგენტები იყვნენ უცხო ქვეყნის. ყოფილიყვნენ თულად გაწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. არა, ისინი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სადაც დიახაც მათთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის თუნდაც მძიმე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოთ. აი ამ ყველაფერს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. მაგრამ აი საინტერესო რამ თქვენ ნიკა, თქვენ ახსენეთ შიში. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შიშის ძალიან მკაფიო გამოვლინებას ჩემი აზრით ვნახავთ 29 აპრილს ორშაბათს, როდესაც იძულებით გამოყავს ხელისუფლებას საჯარო მოხელეთა არმია, ვიცით ჩვენ ეს როგორ ხდება, ახლაც და ადრეც მოიპოვა მთავარ მართლმომტკიცებულებები, როგორ აიძულებენ ადამიანებს და იმავე დღეს 9 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ბიუროს
პროცესი არ ვიცით როდის იქნება და დემონსტრაცია, სადაც სანახაობა იქნება, რადგან ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება ხალხში. ხო აი, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს? ანუ ერთის მხრივ ვაბანკი, რომ აი ბოლომდე ეს რუსული განზრახვა დააკანონონ და მეორეს მხრივ თავების სათვლელად რომ გამოდიან გარეთ. ჩვენ 29 აპრილს სამწუხაროდ ვიხილავთ და არც შეერწყენილ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული რესურსისა, მათი წარმომადგენლობისა, განსაკუთრებით მუნიციპალური სამსახურებელს მხედველობაში, რომლებიც თავჩაღუნულები იქნებიან ამ ქვეყნის მომავლის წინაშე. შეუძლებელია სხვა განცდით იქ ბევრი წესიერი ადამიანი, რომელსაც იქ უწევს მოსვლა, თუმცა როდესაც იცი რომ შენ ქვეყანას აზიანებს ესა თუ ის ნაბიჯი, რომელსაც შენ დგამ, შეიძლება გადადგამ და მაინც დგამ, ამას მოსყიდვა ხвия უკეთეს შემთხვევაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. უბრალოდ შეუძლებელია ეს, შეუძლებელია წარსულმა გაიმარჯვოს მომავალთან დაპირისპირებაში. მე ვფიქრობ 29 აპრილს 8 საათზეა თო აქცია. 8 საათს. პირველი აქცია იქნება, აქცია, სადაც ძალდატანებით ბევრი ადამიანი გამოყავთ და ბევრი მე ვჯერა რომ არ მიიღებს მონაწილეობას და რაღაცნაირად დაუძრება მათ მოთხოვნებს, ბევრი 5-10 წუთით გამოცხადდება და მიიმალება, მაგრამ რა თქმა უნდა ბევრს მოუწევს იქ დგომა მაინც, მაგრამ პირველი აქცია იქნება, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრ მოქალაქეს ვიხილავთ ქუდით და კეპით პაპატიეთ. და სხვადასხვა შესაძლებლობებით იქნებ ადვილად იდენტიფიცირებულნი ისინი არ გახდნენ. აი ეს არის მხოლოდ ეს მოცემულობა არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა დავფიქრდეთ, რაც შეიძლება სწრაფად ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. შეუძლებელი არის არ გინდოდეს და მიყავდე. დაპირისპირებაში შემოდიხარ ხალხთან ხელისუფლება, გასაგებია ეს უკვე ძიმე მოცემულობა, ძიმე ნაბიჯია, რომელსაც დგამ, მაგრამ ხომ გააჩნია საკითხსაც, რის გარშემოდაც შენ რაზმავ ადმინისტრაციულ რესურსს და ასე უპირისპირდები ხალხს. ანუ ხალხთან დაპირისპირებაში შემოდიხარ უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხის გამო, ხო? და უნდა გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და რა უნდა გააპროტესტონ. ანუ აი რას მოვისმენთ ახლა იქ? ანუ რა გზავნილები? რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება გამოდის ქუჩაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ კომიკურია, როდესაც ხელისუფლება აწყობს აქციას და აი რას ითხოვს ხელისუფლება, ან ვის თხოვს? საკითხსაც გააჩნია ცხადზე უცხადესი მოცემულობა, სანამ ქართული ოცნება კანონ პროექტს არ გამოიწვევს და თუ კანონ პროექტი კანონად გადაიქცა, ჩვენ ევროპის მიმავალ გზაზე ყველა კარები გვეკეტება. ყველა კარები ჩაირაზება. ეს ითქვა ღიად ყველა კომპეტენტური ჩვენი დასავლელი პარტნიორის მიერ. ვისი პირდაპირი მოვალეობაც არის, ხელი შეგვიწყოს სახელმწიფოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თუ არ შეგვიწყოს, ხო? და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ავანსად გასცეს სტატუსიც კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსი მოგვანიჭეს და ხალხს გაუწიეს ანგარიში. და ეხლა ეს ხალხი უნდა გამოვიდეს და თქვას რა გზავნილი შეიძლება. ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე უნდა ისაუბროს ბიძინა ივანიშვილმა და რა უნდა თქვას ახლა რომ მე თუ არ ვიქნები მიხეილ სააკაშვილი იქნება. ანუ რა გზავნილებია რა საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტი და ბავშვმაც კი იცის რომ ამ ქვეყანაში დადგა დღის წესრიგში ეგზისტენციალური პრობლემა. ან რუსეთი, ან დასავლეთი. ან თავისუფლება, ან შეზღუდვები. კანონ პროექტი, რომლის კანონად ქცევა მათ სურთ, თუ კი იქნება მიღებული, აი ეს რედაქციით, რა რედაქციითაც ისინი აპირებენ კანონად გადააქციონ კანონ პროექტი, მოინატრება ყველას. დროთა განმავლობაში და ეს დროთა განმავლობაში ძალიან სწრაფად დადგება, იმდენად გამკაცდება იქ შეზღუდვები, იმდენად გამკაცდება იქ რეგულაციები, რომ პრაქტიკულად ნაბიჯს ვერ გადადგას ვერც ერთი პროტესტანტი. აი როგორც კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ, რომ არსებობს და არსებობს, მაშინ დროდადრო ქართულ ოცნებას შეაქვს მძიმე შესწორებები, ხო? დაწყებული არ ვიცი ელემენტარული ადმინისტრაციული ჯარიმი, თუ იყო ჯარიმა ადმინისტრაციული 300 ლარი, ახლა არის 3500 და ასე შემდეგ. თუ კი
პრეცედენტი დაიშვა ძვირფასო საზოგადოებამ. დაახლოებით 6 თვეში ამ კანონში შევა უმძიმესი შესწორებები. და თან აქ საგულისხმო რა არის? ჯერ ეს კანონპროექტი არ ამოქმედებულა და მე ბევრჯერ გავიმეორე და ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა გავიმეორო. ამ კანონპროექტის განხილვის პარალელურად მედიის წარმომადგენლების ნაწილს არ უშვებდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ასეთი რამ არ ახსოვს საკანონმდებლო ორგანოში, რომ მაგალითად IPN-ი, რადიო თავისუფლება, პუბლიკა, ონჯე არ იყოს, თეთრი ფურცლებით დგომის გამო, მდუმარედ დგომის გამო ადამიანებს აკავებენ და ანუ ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, როცა ეს ძალაში შევა, ხო? აი ივანიშვილს არა აქვს უკან დასახევი გზა, მან ეს გზები ჩაირაზა, ჩაიხერგა. არანაირი გეგმა უკან დასახევი არა, მან აღმოიჩინა საკუთარი თავი საერთაშორისო იზოლაციაში, ჩიხშიც. როგორც გენებოთ, ისე უწოდოთ. ერთადერთი, რაც ამ მავნე ხელისუფლებას, რუსულ ხელისუფლებას შეაკავებს, არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. და ეს პროცესი კიდევ და კიდევ უფრო მძლავრი უნდა გახდეს და გახდება. ხალხმრავლობა დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. მშვიდობიანი ხალხმრავლობა და ასეთი მზარდი პროტესტი. რომლის წინააღმდეგაც ვერავინ ვეწავა. ვერავინ ვეწავა, რა გვიკვირს, რომელი ცალკე აღებული სააგენტოების წარმომადგენლების, მედია საშუალებების წარმომადგენლების არ დაშვება პარლამენტში. როდესაც გამოდის მათი ლიდერი და ღიად დაუფარავად ამბობს, რომ საბჭოთა კავშირს ვაგონებს ევროკავშირი. საბჭოთა კავშირს. იმ საბჭოთა კავშირს, რომელიც ტანკებით დაგრიხინებდა რესპუბლიკებში და სიზღვრიდა და დიქტატურებს ამყარებდა და 15 რესპუბლიკის მიღმაც გადიოდა და ხან უნგრეთში შეიჭრებოდა და ხან მაშინ ჩეხოსლოვაკიაში და ხოცავდა ათასობით ადამიანს და აწითლებდა ნახევარ აღმოსავლეთ ევროპას. ხოცავდა ადამიანებს და გამოდის, ეხლა წარმოვიდგინეთ, კალაძე გამოდის და ევროკავშირს ადარებს საბჭოთა კავშირს. გასაგებია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას სამარცხვინო მაკულატურა უწოდა მაგალითად ეს ახალი განცხადება შედარებით ეს არ არის მათთვის ახალი დამოკიდებულება ნებისმიერი რეზოლუციისადმი მათ ჰქონდათ დაახლოებით ანალოგიური დამოკიდებულება და შეფასებებიც თავარი ბერკეტი ხავს ქართულ ხალხს ჩვენ სიმად ერთმანეთს გამოვუწყვეთ. ყველაფერი გააკეთა საერთაშორისო საზოგადოება და ყველაფერს გააკეთებს კიდევ. მე არ ვამბობ ყველაფერი გააკეთა და ამოწურულია მათი რესურსი ქართული ხალხის დასახმარებელი. მაგრამ დიდი წილი გასაკეთებელი საქმისა დარჩა ქართული ხალხის ანგარიშზე. ეხლა ჩვენ საბოლოო თავარი სიტყვა უნდა ვთქვათ ქართულმა ხალხმა. ჩვენ უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და ჩვენ ვიტყვით და ვამბობთ. შვილებით, დედებით და მამებით დგას ხალხი რუსთაველის გამზირზე. და ეს პროცესი არ შეჩერდება, ვერ შეჩერდება. ერთადერთი რასაც ვისურვებდი და ძალიან ვურთხილდებით ყველანი, არ დავკარგოთ მორალური უპირატესობა. თითქოს შეუძლებელია ხო ამ მართალ ბრძოლაში მორალური უპირატესობა დაკარგო, მაგრამ როდესაც ესეთი ვერაგი მტერი ყავს რუსული ხელისუფლების სახით, მაინც დიდი სიფრთხილეა საჭირო. არავინ არაფერს არ უნდა ეცადოს ამ პროცესში ვიწრო პარტიულ გამორჩენას გულისხმობ, რომ გამორჩეს. არავინ არ უნდა ეცადოს, არავინ არ უნდა იფიქროს. ასეთ მცდელობებს ხედავთ ამ პროცესში თუ პრევენციულად ამბობთ. მადლობა ღმერთს, ახლა არ ვხედავ და ჩვენს პოლიტიკოსებიც ამ პროცესში მე ვფიქრობ ვიქცევით პასუხისმგებლიანად და ეს არის ეროვნული პროცესი და მაგონეს ნამდვილად ეროვნულ მოძრაობას 30 წლის წინანდელს და შეუძლებელია როგორც მაშინ იყო შედეგზე ორიენტირებული და საბოლოოდ შედეგიანად დასრულდა, აი ესეთი შედეგი დასრულდება ახლაც. უბრალოდ ჩვენ პოლიტიკოსებს უნდა გვესწროდეს, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი რა თქმა უნდა არჩევნებამდე მივა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენი ამოცანაა რომ მუხტი იქნას შენარჩუნებული. თავარი რაც უნდა შენარჩუნდეს ეს არის მუხტი და მუხტს არავინ არ უნდა ეცადოს რომ მუხტს უნდა ახლა როგორც სერფის ისე შევახტე. დიახაც პოლიტიკოსების და არა მხოლოდ პოლიტიკოსების ვალდებულება ეს მუხტი გავზარდოთ. და ძალიან ბევრი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი გამოვიყენოთ, ვინაიდან მოცემულობას შემდეგნაირიც არის მედია საშუალებებს თუ ავიღებთ, როდესაც რაღაც ნაწილი საზოგადოებისა უყურებს მხოლოდ სახელმწიფო მედია საშუალებებს და ერეცხებათ ტვინი და ვერ აღწევს იქ თავარი არხის სიგნალი და ვიცი სხვადასხვა კრიტიკული მაუწყებების სიგნალი იქ უნდა მივიდეთ და ამ ოჯახის წევრებს უნდა გავესაუბროთ და აბუხსნათ
რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის ისიც წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რუსული კანონის გაცოცხლებს პარალელურად მე წავიკითხე ბევრი განცხადება, რომელიც ოპოზიციამ ერთობლივად გავრცელა. ხო, იქ მოწოდებები, კოორდინაციის ნიშნები აშკარა იყო. აი, გინდაც დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც 28 აპრილს მარშს ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიები უმეტესობა ყოველ შემთხვევაში უერთდებით და ერთად თქვენ გავრცელეთ წერილობითი განცხადება, რომ ახლა არ არის პარტიული განსხვავებების ძიების დრო და ახლა ამბიციების დრო არ არის ვიწრო პარტიების, მოდით ასე ვთქვათ. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია პრინციპში ოპოზიციისგან, იმიტომ რომ თქვენ ყველა საკუთარი ხედვები გაქვთ, საკუთარი პოლიტიკა გაქვთ, თუმცა ახლა ხვდებით, რომ თუნდაც ერთობლივი განცხადება უნდა გაავრცელოთ, კი ერთად უნდა დადგეთ საკუთარი ხალხის გვერდით, იმიტომ რომ ეს ყველას გეხებათ, ხო, აი ყველაზე გაცვეთილი და ეს კარგად ნაცნობი ფრაზა რომ გამოვიყენოთ. ეს განცხადების კვალდაკვალ რომ ვისაუბროთ, რომ ოპოზიციაც ერთად დგას, ხო, აქციებზე პოლიტიკური იდენტობის მიუხედავად. ნაწილია ხო მას საზოგადოების, ქართული საზოგადოებისა, დიახ, უდიდესი განსხვავებაა ეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და მე ვფიქრობ ეს განსხვავებები არსებობს და მე პირადად მიხარია რომ ეს განსხვავებები არსებობს, რამე თუ ეს ზრდის შანსი რომ განსხვავებული ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი დაირაზმოს საარჩევნო უბნებზე, როდესაც არჩევნების დღე იქნება, თუმცა არსებობს გამოწვევები, მიზნები და ამოცანები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რის გარშემოც ხდება კონსოლიდაცია და არა ერთიანი სიების გარშემო და არა რაღაცა კონკრეტული ვიწრო პარტიული ინტერესის გატარება. ეს ვერ მოხდება. თუმცა საკითხი, რომელიც ადარდებს ჩვენ შოულებს, ჩვენ შვილებს და ეხება სახელმწიფოს მომავალს, ბუნებრივია, ექიმი, პოლიტიკოსი და ინჟინერი ერთ პოზიციას იკავებს. ყველა პატრიოტი საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს მათ შორის პაექრობის და ასპარეზობის შესაძლებლობა პოლიტიკურ ველზე ეკნება ძალიან მალე. ჯერჯერობით უნდა მოვიგერიოთ. მაშინ როცა ოფიციალურად საარჩევნო კამპანია დაიწყება. ჯერჯერობით უნდა მოვიგერიოთ ის მომაკვდინებელი ტალღა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ეცადა რომ აეგორებია და აეზვირთებინა და რუსული კანონ პროექტი ეხაც მიზნად ამას ისახავს, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი დათესოს. თითქოს კანონ პროექტი თუ კანონად გადააქცია, ამ ყველაფრის შემდეგ აზრი დაეკარგება ყველაფერს. მეც და პარტია ახალიც ასე არ უყურებთ ამ პროცესს. ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ყოველდღე ყველა რიგითი კალენდარული დღე, რა თქმა უნდა, ყველა რიგითი კალენდარული დღე დაეთმობა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ძალისხმევას არავინ არ დაზოგავს და დაიშურებს, რომ კანონ პროექტი კანონად არ გადაიქცეს, თუმცა იმის თქმა, რომ თუ კანონ პროექტი კანონად გადააქციეს და მიიღეს და წავიდნენ ქართული ოცნებას გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინააღმდეგ და ჩვენ თეთრ პირსახოდს გადავაგდეთ პოლიტიკურ რინგზე, ბუნებრივია ეს ასე არ მოხდება. პირიქით მე მიმაჩნია ეს ყველაფერი რაც დღეს ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებიდან გვესმის, ის ნაბიჯები, რომელიც მათი მხრიდან გადაიდგა, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც მომავალში ელის ქართულ ოცნებას თუ მათ კანონ პროექტი კანონად გადააქციეს. და ყველა ვარიანტში მიმდინარე წელიწადი იქნება გადამწყვეტი დიახაც და განსაზღვრელი როგორი იქნება საქართველოს როგორც სახელმწიფო, ანტას იქნება თუ არა სახელმწიფო მისი ნიშნებით, სიმბოლიკებით სახეზე მომდენო წლების განმავლობაში. მიმდინარე წელი არის დიახაც გადამწყვეტი. ამ თვალსაზრისით აქ პარტიული კუთვნილება ჯერჯერობით არის მეათე ხარისხოვანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიები ერთ სუბიექტად უნდა გადაიქცეს. შესაძლებელია რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს არჩევნებამდე, ეს სხვა საკითხია და ახლა სასაუბრო არ არის, მაგრამ ერთიან სიაზე არის ხშირად საუბარი. ჩვენ არანაირი ერთობის წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილვართ და ვერც ვიქნებით, თუმცა მიმაჩნია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას შედეგზე გათვლით და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასუსტებლად და არა გასაძლიერებლად. ვინაიდან ხალხი ამ ქვეყანაში არის განსხვავებული და ერთ სივრცეში ჩაპრესვა ყველასი არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ შეძლიერდები და ძალიან მინდა ეს ყველამ გაიგოს და რაც უფრო მალე გავიგებთ ამას, მით უფრო გაგვიადვილდება ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. კი და ჩვენი საუბრის დასასრულს მე მინდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია ახალგაზრდებზე. დღეს მე დღევანდელ ეთერს სრულად ვუთმობ რუსული კანონის განხილვას, იმიტომ რომ არ მგონია რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ან საფრთხე არის ახლა ქვეყანაში.
და აი მარტის აქციების შემდგომ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, ხო, ბევრ აქციაზე უყოფილვართ, მათ შორის ერთმანეთს შევხვედრილვართ და ბევრჯერ თქვენთან ინტერვიუ ჩამწერია, მაგრამ მარტმა ახალგაზრდები გამოიყვანა ქუჩაში, რუსულმა კანონმა მართლა სკოლის მოსწავლეები, მართლა ბავშვები აუდიტორიიდან და მე ძალიან მიხარია ის, რომ ახლა ზუსტად ეს ახალგაზრდები არიან აქციის ორგანიზატორები და აი მაგალითად თქვენ ხართ რიგითი მონაწილე, აი რიგითი, არა მხოლოდ პოლიტიკოსი, ამ ქვეყნის მოქალაქე და გულშემატკივარი გახართ იქ, აი თქვენ რა დაგანახათ ამ ბავშვების ბრძოლამ, რომლებიც სხვათა შორის ყველა პროვოკაციას და გუშინაც იყო პროვოკაციის მცდელობა, ხო, გომელაურის უწყების მხრიდან, ხელებაწეული მშვიდობით პასუხობენ, რომ არანაირ დაძაბულობას და არანაირ ესკალაციას ადგილი არ ჰქონდეს. Თამანახა პირველ რიგში მეც და ძალიან ბევრს, რომ ქვეყანას აქვს დიდი რესურსი, გახდეს ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო და ასეთად იქცეს მოდერნიზებულ, განათლებულ, მომავალზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, ოდესაც თვალყურს ადევნებ და ისინი ლიდერობის უნარებსაც ავლენენ, ბუნებრივია ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის. ასევე დამანახა, რომ ეს არის ეროვნული მოძრაობის პროცესი და არა უბრალოდ პოლიტიკური პროცესი. ეროვნული მოძრაობაა და მე არ დავაკნინებდი სხვა თაობების წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა წლებში, როდესაც ამ ბავშვების, ამ ახალგაზრდების ასაკში იყვნენ, ასევე აქტიურები იყვნენ. უბრალოდ ახალგაზრდებს დღეს, რაც მათ სასახელოდ უნდა ითქვას, აქვთ მეტი ენერგია და მეტი мотивация და მეტი გამძლეობა, ვიდრე შესაძლებელია მათ მშობლებს და ბებიებს და ბაბუებს, თუმცა არც მათი ბებიები და არც მათი ბაბუები და არც მათი მშობლები შორს ასად არ წასულა და აი ეს კომბინაცია სხვათა შორის ახლაც აქციებზე დგანა, ყველა თაობა ერთად. თაობების ერთად დგომისა არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც წინაშეც ბიძინა ივანიშვილი დადგა და ამ ყველაფერს გვერდს ვერ აუვლის ვერავინ და ამიტომაც მგონია რომ ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით ქართული ხალხის. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია რის გამო მითხრამთ თქვენმე თავში. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დამჩაგოთ როგორც ხელისუფლებმა, რომელსაც ლეგიტიმურად თითქოს ძალის გამოყენების შესაძლებლობა გააქვთ, ხო? მაგრამ გააჩნია რის გამო ჩაგრავთ. იმის გამო, რომ მოსკოვში და რუსეთში არ მინდა, იმის გამო, რომ არ მინდა ვიქცე საბჭოთა კავშირის რაღაც ნაწილად, იმის გამო, რომ ვიბრძვი თავისუფლებისთვის და ჩემი შვილებისთვის, რომელსაც ბევრ მათგანს შვილები არ ყავს, ხო? მომავლისთვის რო იბრძვიან, აი ამის გამო უნდა დაძდევდე და არბევდე და აკავებდე მე-12 კლასელი აი ბავშვი ახალგაზრდა სანდრო გვარი დამავიწყდა საქართველოს დროშით რომ იყო ჯოხაძე, მგონი თუ სწორად მახსოვს. სანდრო ჯოხაძე მე-12 კლასელი ბავშვი, დიახაც ბავშვი, ხოლოდ იმიტომ დაიჭირეს რომ უბრალოდ საქართველოს დროშით იყო აქციაზე მისული და აპროტესტებდა. არც ილანძღებოდა, არც აგრესიით გამოირჩეოდა და ორ დღე-ნახევარი აღმოჩნდა საპატიმროში. რის გამო? იმიტომ რომ მას ეს ქვეყანა უყვარს და მშობლებმა და მასწავლებლებმა და ხარებას მათ შორის ნიკა როგორც ექცევა ბავშვებს. სიყვარული დაუთეს ეს თავის დროზე და ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ გვერდში დაუდგნენ სხვებს, მათ შორის თავიანთ მშობლებს და ისტორიული უსამართლობა არ დაუშვან. აი ამის გამო უნდა დაიჭირო მე-12 კლასელი ბავშვი, მე-5 და მე-6 კლასელი ბავშვები დგანან აქციაზე. ეს არის ეროვნული მოძრაობა, ბევრჯერ ითქვა. მე-5 და მე-6 კლასელი ბავშვები რო გამოდიან და აქციაზე დგანან და ქართული ოცნება რა თქმა უნდა ამაზე ღელავს, ხდება რომანტიზება ამ პროცესის, ხო? თავისთავად მოხდა. ბავშვებს უხარია აქციებზე გამოსვლის. ერთმანეთის ნახვის უხარიათ. ერთმანეთის ნახვა უხარიათ. დღეს საქართველოს ბედი კი აწყდება მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. ამ ხალხმა დაიჯერა რომ მათი ოჯახის წევრების ბედი წყდება. და როგორც აი სტატისტიკის მონაცემებით დღეს გავიგეთ, რამდენმა 1000-მა დატოვა ქვეყანა და აღარ დაბრუნდა, ხო? და სალდო ანუ განსხვავება 50000-ია გასულსა და დაბრუნებულს შორის, ერთ წელიწადში არის ვებერთველ მაჩვენებელი, არ უნდა ამ ბავშვებს და მშობლებს რომ ამ ქვეყნიდან გაიქცნენ. არადა წლიდან წლამდე ეს ტენდენცია მზარდია და ამიტომ ყველა გამოვედით და ვიდგებით იქ სანამ გამარჯვებას არ ვიზეიმებთ. ყველანი მიხარია რომ ამ პროცესში
ბევრი განსხვავებული ადამიანია ჩართული და ვახსენე რომ ოპოზიციურ პარტიებს ნამდვილად ერთმანეთი გულზე არ გვეხატება და ეს არის ნორმალური ჩემის აზრით, იმიტომ აი ასეთი პლურალისტული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის იბრძოლა ბევრმა თაობამ, რასაც ებრძვის ბიძინა ივანიშვილი და საბოლოო ჯამში ამას ვერ შეძლებს და კოალიციური იქნება მომავალი მთავრობა. დიახაც, არ არის აუცილებელი რომ ყველა ერთნაირი იყოს და ერთ თაღზე ვიყოთ ყველანი მოჭრილები. თუმცა დროებით, რა თქმა უნდა, რაღაცეები წყრომაც მათ შორის განზე გადავდეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ ვინმე უნდა აღმოჩნდეს ყველასთან ერთად საერთო სიაში. იმიტომ რომ თუ რამე ბიძინა ივანიშვილს აწყობს. თუ რამეში ბიძინა ივანიშვილი ფულს გადაიხდიდა დღეს. პირდაპირ გეუბნებით. აი ყველა განსხვავებული პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ერთ სუბიექტად გადააქციოს. სხვა საკითხია, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ შეიძლება თქვენის ნებართვით, რომ იყოს რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი და საარჩევნო სუბიექტი. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთი საარჩევნო სუბიექტი ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების წინააღმდეგ, ეს არის ბიძინა, ჩემი შეფასება ასეთია, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასმა. ამიტომ ამაზე საუბრის დრო მოვა, მომავალში ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს აი ეს უახლოეს პერიოდში ბრძოლა მოსაგები, მაგრამ თავარი გენერალური ბრძოლა ყველა ვარიანტში იქნება შემოდგომაზე, სადაც ქართული ოცნება ნამდვილად უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ. და გავაკეთეთ ყველას მონაწილეობით. და ასეთი ხელისუფლება, რომელიც აირჩევა მომდენო არჩევნების შედეგად, მე ვფიქრობ, იქნება ყველაზე ეროვნული ხელისუფლება, რომელიც განსხვავებული ქართველების, საქართველოს მოქალაქეების მიერ იქნება არჩეული და კიდევ ბევრ რამეში დაარწმუნებს, რომ ფული ამ პროცესში არის მინიმუმ არაპირველ და მეორე და მესამე ხარისხოვანი მინიმუმ. პირველ რიგში იდეა, პირველ რიგში გამბედაობა, გუწვფელობა, ხედვა, კომპეტენცია და სამართლიანობა არის ის, რაც გაიმარჯვებს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში და პირველ რიგში რაც დაამარცხებს ყველაზე მდიდარ ადამიანს ამ ქვეყანაში ქართული ხალხის ფულით გამდიდრებულ დიდწილად ადამიანს ივანიშვილს. დიდი მადლობა, ნიკა, ძალიან დიდი მადლობა და სხვათა შორის პირველი ვიცით, რაში დახარჯავს ბიძინა ივანიშვილი ფულს, ეს არის 29-ის აქცია, რომელსაც უწევს ხელისუფლება ორგანიზებას. ივანიშვილის ფული რომ ბლომად დაიხარჯება, ეს ვიცით, მათ შორის ის ფულიც, რომელიც ხალხს წაართვა და ამის ხარჯზე გამდიდრდა. რამდენად უყურებენ ტელეკომპანია აი ამ თავის აი ამ კონკრეტულ გადაცემას და ალბათ უყურებენ ის ადამიანები, ვინც აპირებს მოსვლას გულისხმობს 29 ახლა ზოგადად რო უყურებთ, მაგრამ აი ამ კონკრეტულ გადაცემას ახლა რამდენად გვიყურებენ, ჩვენ და იმედია გვიყურებენ. მე უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ რაღაც ხრიკებს მაინც გამოძებნით, მოიმიზეზებთ. საბაბს ნახავთ, რომ 29-ში რუსთაველის გამზირზე არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი შეურაცხყოფა პირველ რიგში. ეს არ არის ამ სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვის მცდელობა მათი მხრიდან პირველ რიგში. მე ვფიქრობ, მათი ღირსების აყრის მცდელობას ექნება ადგილი ივანიშვილის მხრიდან. რაც არ უნდა თქვენი დაგარწმუნონ, თითქოს რუსული კანონი არ არის რუსული კანონი. ყველა ცალსახად საერთაშორისო საუკეთესო ჩვენი მეგობარი, ყველა საქართველოს მოქალაქე, ყველა გამოცდილი საქართველოს მოქალაქე გეუბნებათ, რომ ანალოგიური კანონ პროექტი კანონად ოდესაც გადააქციეს რუსეთში 2012 წელს, მას შემდეგ ცივილიზაციის ნიშნები პრაქტიკულად რუსეთში აღარ არსებობს. მას შემდეგ აღარ არსებობს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. მას შემდეგ აღარ არსებობს რუსეთში არც ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალება, როგორც სატელევიზიო, ასევე არ ვიცი ნებისმიერი პრესა იქნება თუ უბრალოდ სააგენტო სოციალური მედია. უბრალოდ არ არსებობს. და ეს ყველაფერი გააკეთა აი ამ რუსულმა კანონმა რუსეთში და იგივე კანონ პროექტი კანონად არ უნდა გადავაქციოთ და ნუ შევუწყობთ ხელს ამ ქვეყნის მომავლის დაზიანების პროცესში. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.